სადაზომად განისაზღვროთ 4 წლისა და 6 თვის ვადი თავისუფლების დაკვეთა. მათე დევიძეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 21 წლის ახალგაზრდა პოლიციელზე თავდასხმისთვის იყო ბრალდებული. დროის ათვლად დაკავების დღიდან დაიწყება. მათე დევიძეს შესამშავად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმატის პირველ ნაწილით გადასწრებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სადაზომად განისაზღვროთ 4 წლისა და 6 თვის ვადი თავისუფლების დაკვეთა. ბრალდებული მათე დევიძის მიმართ გამოყენებული აფრთხილება პატიმრობა გაუქმდეს. მათე დევიძეს სასჯელის მოდისვადი სათვალ დაიწყო საკრაობის დღიდან 2024 წლის 21 ნოემბრიდან საქმეზე არსებული ინტერპრეტირებული ორგანიზაციის კანონის შესაბამისად დანარჩენი კანონების აღშენის გამოცხადებისთანავე განაჩენი შეიძლება გასაჭირდეს გამოცხადების ვადაში თბილისის საკრაო სასამართლო სისხლის სამართლებთან პალატაში თბილისის საკრაო სასამართლო სისხლის სამართლებთან კოლეგიის მეშვეობით ჩაუდგენლის განაცხადება მომუშის წყალების უფლება. თავად მათე დევიძე გალუსტაშვილის მიერ განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მან სხდომა მანამ დატოვა, სანამ მოსამართლეს სათათბიროდ გავიდოდა. სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიათში თქვა დევიძემ დარბაზიდან გასვლისას. იცით ყველამ, რომ აქ მხოლოდ თქვენ სანახავად მოვიდოთ და ეს ალბათ ბოლო დროც იქნება. ეს როდიკანი ვარ მე. ეს მაქვს პატარა იმედი, მაგრამ რაღაც იქნება რა. იცით ყველამ რომ თელავიდან ჩამოვდიოდი თბილისში აქციებზე ჩამოვდიოდი აქციებზე, რადგან თანამოაზრეებთან ერთად განპროტესტებინა მშვიდობიანი პროტესტი ევროკავშირის კურსთან გადავხდა. 19 ნოემბრის გამთენიისას ჭავჭავაძის გამზირზე როცა დაიწყა ეს ფორმიანო რაჯულობამ იმ პატარა ლამაზი სამყაროს განგრევა და სისხლიანი თემებით შევახო. მაგას ვიყავი დაახლოებით ორი დღის უძილო ვიყავი, ძალიან დამოუკიდებელი ვიყავი და ვერ გავაცნობიერე რა ხდებოდა. როცა მათ დაიწყეს ჩვენზე გადამეტებული გზავის გამოყენება, მე მოვყევი ამ შემოქმედაში. ვეცადე გავუძლებო, მაგრამ ის ვერ მოახერხა. იცით შემდეგ რაც მოხდა. მაშინ როცა ამდენი ჟურნალისტი და ახალგაზრდა სისტემატურად იყავენ პოლიციელი არის თუ არა პასუხისმგებაში მიცემულ ჩვენ ვწირავთ მხოლოდ იმიტომ, რომ მათი თქმით ისედაც ეს რაღაც ეთქვა. ჩვენ შეიძლება დააყენოთ შეიძლება ჩვენსა და მათ შორის. ისინი არიან სისხლიან ძალაუფლებას და ფულს ამოხარებული და ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომლებიც ეს ძალაუფლებით პირისპირ. ჩვენ ვწირავთ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს ბრძანებელს შევსრულოთ ბრძანება. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მათე დევიძის და ელენე დევიძე შეუძლოდ გახდა. ელენე გთხოვ მოდი რა. ექიმი არ არის ექიმი. ელენე უნდა გამაგდე ჩემო პატარა ხოიცი რო ისე არ დამთავრდება ეს ყველა. სამო ელენე. პროცესის დაწყებამდეც და შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო.
მათედევიძის მეგობრებისა და გულშემატკივრების დიდმა ნაწილმა პროცესზე დასწრება ვერ შეძლო. ისინი მანდატურებმა ძალის გამოყენებით გარეთ გაყარეს. მათედევიძის სასამართლო პროცესი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა. განაჩენის გამოტანის შემდეგ ზურაბიშვილმა შეფასება გააკეთა და თქვა, რომ ეს სამარცხვინო დღეა საქართველოსთვის. მისი თქმით, ქვეყანა სადაც სასამართლო არ არსებობს, ის სახელმწიფო აღარ არის და ამის ფასს ყველა გადაიხდის. დღეს არის სამარცხვინო დღე. სამარცხვინო დღე საქართველოსთვის. სამარცხვინო დღე იმ დარბაზში. იყო საქართველოს დროშა, საქართველოს გერბი და იუსტიციას გადაგებები. სამივეს შეურაცხყოფა არის. ჩვენთან ბევრს ლაპარაკობენ შეურაცხყოფაზე და ჯარიმებს აყენებენ. მაგრამ რეალურად დღეს არის შეურაცხყოფა თითო ადამიანის, რომელიც აქ დგას, თითო ადამიანის, რომელიც აქ არ დგას. თითო წევრის, ჩვენი საზოგადოების, რომელიც დუმს, იმიტომ რომ ქვეყანა, სადაც სასამართლო არ არსებობს, ის ქვეყანა აღარ არის, ის სახელმწიფო აღარ არის და ყველა გადაიხდის ამის ზედ. ის ადამიანები, სწორედ, რომელიც დღეს ტაშს უკრავენ ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას, ის მოსამართლე, ის პროკურორი, რომელიც იქ ძიანამ შედან ამ დარბაზში და არ ვიცი რას ფიქრობენ, როგორი მომავალი ექნება თმა, მე ვიცი რა მომავალი ექნება მათედევიძეს. ის დღეს შედგა როგორც ადამიანი, შევიდა ჩვენს ისტორიაში, ჩვენ მას არ დავივიწყებთ და ის იქნება მუდამ ღირსების ჩვენი ერთი სიმბოლო და ესენი იქნებიან მონობის სიმბოლოები. მათედევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მაშინ პოლიციამ დემონსტრანტები ძალის გამოყენებით აარბია. ბრალდება ამტკიცებდა, რომ დევიძე 3 პოლიციელს დაესხა თავს და ჯოხის დარტყმით ფიზიკური დაზიანება მიაყენა. მათედევიძე ამბობს, რომ თავს არავის დასხმია, ხელში დროშის ტარი ეკავა და მას იმიტომ იქნევდა, რომ შეეშინდა და თავის დაცვასაც ცდილობდა. დღევანდელ წხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში თქვა, რომ დევიძეს ხელში არა ჯოხი, არამედ გადახვეული ტრანსპარანტი ეკავა. აქციაზე დაკავებულთა უმრავლესობის თქმით, დაკავებულები განიცდიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, სიტყვიერ შეურაცხყოფას, გაუმული ეჭვებან დაკავებული ახალგაზრდა არასრულწლოვანი იყო მისი ვიზუალიდან და გარეგნული მონაცემებიდან გამომდინარე, თუმცა მას ეს გამოსარჩილება ძვირად დაუჯდა. პოლიციელები მას სასტიკად გაუსწორდნენ. მათი სისხლის სამართლის საქმის მოკვლევას ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, მინიჭებული აქვთ გაზარალებული სტატუსი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე არც ერთ პოლიციელს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი არ წარდგა. იქ მისთვის საინტერესო ვერაფერი აღმოაჩინა, სამაგიეროდ მათის პირადი ცხოვრება შელახული დარჩა. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მათედევიძე უდანაშაულოა. სამწუხაროდ ასეთი ღირსეული ახალგაზრდების სიმეძია დღეს საქართველოს დარჩენილი. უდიდესი მადლობა ასევე ამ ახალგაზრდებს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის გადადგმული ამ უდიდესი ნაბიჯებისთვის და რა თქმა უნდა შეუფასებელია თქვენი გადამწყვეტი როლი ჩვენი ქვეყნისთვის.
ოპტიმიზმი ზედმეტად პათეტიკურ აჩქერს დღევანდელობისთვის, ზუსტად ვიცით, რომ გამოიტანთ გამამტყუნებელ განაჩენს, არც ნდობა გვაქვს და ისიც ვიცით, რომ ვერც სიმართლეს ვიპოვეთ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ყველა უსამართლო ქცევა ჩვენს კარებთან დატოვებული ბომბია და ის ადრეთუგვიან ყველა კალზე სათითაოდ დააკაკუნებს. დევიზისთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ მოქალაქეებმა მელიქიშვილის გამზირზე შეკრება დაიწყეს, სწორედ აქ დააკავეს მათე დევიძე.